Დაბრუნდით პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ შუა დღეს მინდა წარმოვადგინოთ ჩვენი შემდეგი სტუმრები იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი პაპავა მოგესალმებით ბატონ გიორგი და ბატონ დავით ჯარმელიშვილი არის პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბატონ დავით მოგილოცავთ. მინდა გისურვოთ თქვენ საქმიანობაში წარმატება. თქვენგან მინდა დავიწყო პირველ რიგში რამდენი ხანია რაც დაარსდა ეს პროექტი და ზოგადად როგორ დაიწყო? ბატონო მოგახსენებთ პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ყოფილ პარტიათა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა 2012 წლის დეკემბერში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაიწყო და დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს მას. შარშან 2014 წელს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ გასცა გრანტები კონკრეტულად ყოფილი პატიმრების ბიზნეს იდეების ხარდასაჭერად. შარშანდელი წარმატებული 5 кейსის საფუძველზე დაფინანსდა 5 ბიზნესი, რომელიც წელსაც აგრძელეს ფუნქციონირება საკმაოდ წარმატებით. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეფინანსებინა საგრანტო თანხა და დაგვეფინანსებინა უკვე 16 ბიზნეს იდეა, რომელსაც ახორციელებს 17 ყოფილი პატიმრები. ამ შემთხვევაში ჩვენი წარმატებული მაგალითია ბატონი დავითი, რომელსაც ჰქონდა ბიზნეს იდეა, მოიყვანა ვაზი ოკუპირებულ ტერიტორიის ახლო ზონაში. ბატონ დავითის ხო ახალ უბანში ხო ბატონ დავით? ეს არის შიდა ქართლში, როგორც უკვე ბატონმა გიორგიმ თქვა, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრად. აი რა შეეხება თქვენი პროექტი უშუალოდ როგორ გადაწყვიტეთ რომ ჩართულიყავით? გაგიჭირდა თუ არა გარკვეული ბარიერების გასვლა და შემდეგ უკვე აი რას გააკეთებთ? ხო, მე ჯერ ცხოვრობდი იქ ჩემი სახკარი εκεί დარჩა დევნილი ვარ. ხო იქ ქონდა ხოლმე გაშენებული ეს ხეივანები ვაზი ყველაფერი. მე იქ მოვხდი. გამოცდილება გქონდეთ ვიფიქრე რომ მეთქი ზუგავალ მეთქი გავაკეთებ ამას. გამოვედი ჩავყარეთ ეს ვაზი ყველაფერი და მაყდა ეს ყველაფერი ახლა მას ფინანსური ბოძი უნდა მოვთვით ყველაფერი ძალიან მინდა შეიცავს. მე დანაშაულის პრევენციის ცენტრის დახმარებით გამოცხადდა ეს კონკურსი, მივიღე მონაწილეობა და ბატონ დავით, როგორც იცი, გეხმარებიან ასევე გააკეთოთ თქვენთან შეადგინოთ პროექტი, თუმცა აი პროექტის კუთხითაც როგორ უნდა შედგეს ეს პროექტი, როგორ უნდა წარადგინოს ამ კუთხითაც კონსულტაციას უწევენ. კი, რა თქმა უნდა, კი ტრენინგები გავიარეთ ყველაფერი შეგვასწავლეს, კი, ძალიან კმაყოფილები ვართ ასე. ეხლა რას გეგმავთ ეს საოჯახო ტიპის მარნად გადაიქცევა საბოლოო ჯამში თუ როგორ გაკეთდება? ეს ისიც არის საბუნეობის კუთხითაც არის და ვაწარმოოთ როგორც ვაზის მიშენება, ასევე ღვინის წარმოება რეალიზაცია. და რომელი ვაზის ჯიში? ზევნერი ჯიშები აქვს, არის ქართული ჯიშები ძირითადად. სხვა იტალიური ჯიში, ფრანგული ჯიშებიც აქვს, რაღაც ისინი გავაშენეთ, რომ იყოს სუფრის რა თქმა უნდა. აი უშუალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს. ადამიანი რომელიც ჩაერთვება მიწასთან ურთიერთობა ზოგადად და აი თუნდაც ეს პროექტი რას მოგცემ თქვენ ეს პროექტი გასაგებია თქვენ გაქვთ გამოცდილება ვასთან ურთიერთობის და მე მაინც მგონია რომ ისევ ადამიანს ისევ ქართველს რომც არ ქონდეს გამოცდილება ვასთან ურთიერთობას მაინც მოახერხებს იმიტომ რომ ათასწლოვანი კულტურა. ქართველს ვალდებულებაც ვართ წინაპრების საქმე გავაგრძელოთ რასთან ისეთი ისეთი აქტიური ის არის რა. ამიტომ თვითონ გენებშიც გვაძლევს იმის. დიახ, აი ცოტა მომეწონებთ თქვენ. კი, ვაზი ჩვენი წამოყო. სახელწოდებასაც ხო ფიქრობთ საბოლოო ჯამში უკვე თუ უკვე. მე შევარჩეთ ხო, ჯერ ნაში ვართ ახლა, იმის ფაზაში ვართ რომ გავაჩინოთ ეს ვაზი გავამრავლოთ და მე კი ბატონ გიორგი, რამდენად საინტერესო პროექტები შემოვიდა წელს და როგორ მოხდა მათი დაფინანსება და პრიორიტეტების გამოყოფა? მოგახსენებთ, საწყის ეტაპზე თავიდან შემოტანილი იყო 70 ბიზნეს იდეა, 70 ადამიანს უნდა თავისი ბიზნესის დაფინანსება. აქედან მეორე ეტაპზე, ანუ მას როდესაც მათ უკვე უტარდება ტრეინინგები და სწავლობები თუ როგორ უნდა წერონ ბიზნესი შეადგინონ, მოგებაზარონ და ასე შემდეგ. გადავიდა 37 ბიზნეს იდეა. ამ 37-დან დაფინანსდა უკვე ეს 16 ბიზნეს იდეა, რომელშიც საკმაოდ მრავალფეროვანი მიმართულებები იყო. ეს იყო როგორც წარმოება, ისე სოფლის მეურნეობა, როგორც მესაქონლეობა და ასე შემდეგ. ძირითადად იყო ისეთი დაფინანსდა ისეთი აი აქცენტი მაინც ხო რაზე კეთდებოდა საინტერესო? მესაქონლეობაზე და სოფლის მეურნეობაზე. ძირითადად აქცენტი კეთდებოდა ისეთი ბიზნესების დაფინანსებაზე, რომელსაც აუცილებლად ჭირდებოდა ჩვენი დახმარება და რომლის ბიზნესიც იქნებოდა მდგრადი. ანუ მას უნდა ქონოდა რაღაც წარმოდგენა და გამოცდილება მაინც მსგავს სფეროში თქვა მიმართულებით და ეს უნდა ყოფილიყო, საჭიროების ხარჯს უნდა ქონოდა იმ დონეზე, რომ იუსტიციის სამინისტროს განწყობილიყო მის აუცილებელი იმისთვის, რომ დაეწყო მას საკუთარი რომელიც ასე ვთქვათ, მის რეაბილიტაცია რესურსების პროცესს მნიშვნელოვნად გამოძიებს. და ვინ არჩევდა ამ პროექტებს, როდესაც შემოდის უკვე გაივლის ამ სხვადასხვა მოგახსენებთ,
იუსტიციის სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული იყო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი, რომელმაც განახორციელა, ასე ვთქვათ, მიიღო ადმინისტრირება თავის თავზე და გაიცა შემდეგ კომისიის შემადგენლობაში იყო როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ისე დანაშაულის პროვინციის ცენტრის თანამშრომლები და ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის თანამშრომლები და მათი, ასე ვთქვათ, შემაჯამებელი მუშაობის საფუძველზე გამოვიდა ეს 16 გამარჯვებული. და მთლიანობაში რამდენია თანხა განკუთვნილი? 56000 ლარი. დიახ, და თუნდაც ამ შემთხვევაში ბატონ დავითს რამდენი დაუბრუნდა? ბატონ დავით 4900 ლარი. აი საინტერესოა, თქვათ მე გამიჩნდა ესეთი კითხვა, ზუსტად არ ვიცი, დავსვამ კითხვას. თქვათ ადამიანს აქვს იდეა და გაიმარჯვა, თუმცა ამ რაღაც ვერ მოახერხა ისე როგორც უნდა გაეკეთებინა. აი რა ხდება ამ შემთხვევაში? ანუ რა ვალდებულებებს იღებს ამის თქმა მინდა? საწყისივე ეტაპზე როგორც კი მას შემოაქვს ბიზნეს იდეა, ჩვენი თანამშრომლები თავიდანვე მასთან ერთად უყურებენ და აფასებენ ყველა რისკს, რა შეიძლება, ამ შეიძლება შეუშალოს ხელი, მდგრადობის წინააღმდეგ რა შეიძლება მუშაობდეს და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე გამარჯვებული გამოვლინდება და მან უნდა დაიწყოს უკვე ბიზნესის წარმოება, ნებისმიერი ეტაპი, რომელიც უნდა განახორციელოს, ეს მიმდინარეობს ჩვენთან შეთანხმებით. ჩვენ, ესე ვთქვათ, წინასწარ უგეგმავთ ყველა იმ მიმდევრულ ოპერაციებს და აქტივობებს, რომელმაც უნდა გაიყენოს წარმატებულ შედეგს. ამ ბიზნესის მართვასაც სწავლობენ. რა თქმა უნდა, მათ ტრენინგები უტარდებათ, როგორ უნდა მართონ ბიზნესი, გარდა ამისა, თვითონ ბიზნესის მუშაობის პერიოდში, თუ მათ რაიმე პრობლემა შეექმნებათ, ან რაიმე კონსულტაცია დახმარება ჩვენი თანადგომა ჭირდებათ, ეს არ ნიშნავს, ანუ ყოველთვის აქვთ ამისი საშუალება და არ ნიშნავს იმას, რომ მათ რომ მოიპოვეს გამარჯვება, მიიღეს ეს კუთვნილი თანხა და ამით თავდება ჩვენი ურთიერთობა. ჩვენ მათთან დავდივართ შემდგომ პერიოდულად ფილდებზე, ანუ როგორ მიმდინარეობს პროექტი, რამდენად წარმატებულია, რით შეგვიძლია გავაუმჯობესოთ, დავეხმაროთ და ასე შემდეგ. ბატონ დავით, თქვენ მარტო აკეთებთ ამ ყველაფერს თუ? კი, ოჯახთან ერთად. დიახ. კი. ან საოჯახო ბიზნესი. წარმოწყებას ჩაუყარეთ საფუძველი. ძალიან სასიხარულო, მე ძალიან მიხარია და იმედი მაქვს, რომ ძალიან წარმატებული იქნება თქვენი საქმიანობა და ახლო მომავალში უკვე ღვინის ფესტივალებზე და გამოფენებზე ნახავთ თქვენს ღვინოს. შეწვიეთ იქ ადგილზე უფრო. დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირია, როდესაც ადამიანები ხდებიან საჯარო ახსოვების დაწესებულებაში, შემდეგ გამოდიან და არსებობს სტიგმა, რომელიც რა კუთხითაც ადამიანები ვეღარ ხვდებიან თუნდაც სხვა სამსახურებში, იმიტომ რომ არავის აღარ უნდა ხოლმე სამწუხაროდ რომ დაასაქმოს. ეს სტიგმა არსებობს, თუმცა მე როგორც ვიცი, თქვენი ცენტრი სწორედ ამაზე მუშაობს, რომ ხელი შეუწყონ ადამიანებს, რომ აკეთონ სასიკეთო საქმე, როგორც თავისთვის, ასევე გარშემოყოფებისთვისაც. დიახ, დაგეთანხმებით, სტიგმა მართლა არსებობს და ეს არის რეალური ხელისშემშლელი ფაქტორი. ძალიან ბევრი ჩვენი ბენეფიციარისთვის, რომ მათ უფრო კარგად მოახერხონ საზოგადოებაში ინტეგრაცია. თუმცა დანაშაულის პრევენციის ცენტრი, როგორც ანუ დასაქმების კუთხით, ისე მათი პროფესიული უნარების ამაღლების, განათლების მიცემის, სამედიცინო პრობლემის მოგვარების და ასე შემდეგ, ყველა მიმართულებით ცდილობს, რომ დაუდგეს გვერდში ყოფილ პატიმრებს, მოეხმაროს მათ რეაბილიტაციის პროცესში და დაამსხვრიოს ეს საზოგადოებაში არსებული სტიგმა, რომ ისინიც არიან სრულუფლებიანი ჩვეულებრივი ჩვენაირი ადამიანები. რა თქმა უნდა. აი ბატონ დავით, თქვენ როდესაც ფიქრობდით, რომ გინდათ დაგეწყოთ ესეთი პროექტი, რამდენად ფიქრობდით მაშინ, რომ ეს იქნებოდა რეალური და ამ ყველაფერს მოახერხებდით? უფრო იცი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ცოტა კონფლიქტის ზონა ვართ, კონფლიქტის ზონაში ვხდით. ჩვენ საერთოდ ის ვარძი გავაჩინეს, ზემოდან რუსების ბაზა და ის დაუყურებს თავზე. უფრო მეთქი, რომ მე ხო იმ სოფლიდან ვიყავი, სადაც წამოვედი და მეთქი უნდა გავაკეთო მეთქი, აქაც მეთქი, რომ დავანახო მეთქი სტიმული მიცე ხალხს, რომ ესე ხო და დათმოდა წახვიდა ხა ქალაქში წამოვიდეს სოფელში, სოფელი არ მოძლიერდა და ის რეგიონები არ მოძლიერდა. ისინი უფრო გადმოიწევენ აქ ეს და შევიწროდებით ხო და ამიტომ გავაკეთე ეს ყველაფერი, ეს იდეა რა ისეთი რამეა, რომ ხა ვაზი ესეთი კულტურაა, რომ ძალიან დიდი შრომატევადია კი, მაგრამ საჭიროებს, აი თქვენ რა დროს უთმობთ ამ ყველაფერს? ხო, უშრომალეთ ახლა არაფერი არ მოდის ამ ქვეყანაზე. მაგრამ უთმობთ ხო პედაგოგია გადართული ვართ ახლა ამაზე იმაზე, რომ როგორმე წესი მოკლედ ისე უნდა და ახლა ის როდი და ის მოვთვლი რომ წამოვიდა დევნები აბიავას და ამიტომ მოკლედ პრინციპს მას ძალიან დიდი დახმარება გაგიწევთ. ისე რომ თაილეთიდან ადამიანს უნდა და ახლა ის ვაზი და ბოძი ეს ყველაფერი ბოძი და და ორი განსაკუთრებით აქტიური გამოდგა გორში 6 ბიზნეს გრანტი დაფინანსდა და უახლოეს მომავალში იგეგმება დასავლეთ საქართველოში და გამოცხადება ბენეფიციარების ბიზნეს იდეებს სადღაც ალბათ 50000 ლარი იქნება განკუთვნილი და იქაც ველოდებით ანალოგიურად წარმატებულ კარგ იდეებს, რომელსაც ექნება რეალურად
მომავალი და განვითარდება. ეხლა გორი ვახსენეთ და საინტერესოა კიდევ რა კუთხით დაფინანსდნენ. გორში დაფინანსდა ასევე მესაქონლეობა, ასევე შეუძინოთ დავეხმაროთ ტრაქტორის შეძენაში ბენეფიციარს, რომელსაც მიწის დამუშავება უნდა სოფლის მეურნეობის ზარგში. უნდა განახორციელოს თავისი, გარდა ამისა დაფინანსდა მეფუტკრეობა, თაფლის წარმოება და რეალიზაცია და მსგავსი ბიზნესი. საინტერესოა სამომავლო თუ გეგმავთ რომ კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს ეს სფერო და უფრო მეტი ბიზნეს იდეა დაფინანსდეს. ანუ სწორედ ბატონი დავითნაირი და შარშანდელი 5 წარმატებული ბიზნეს იდეის დღევანდელი ფუნქციონირება გვაძლევს იმის უფლებასაც და იმედსაც რომ ეს პროექტი კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ უფრო მეტ ბენეფიციარს ექნება საკუთარი ბიზნესი დასაქმდება და ასე ვთქვათ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სტიგმის დანგრევას საზოგადოებაში რომ ოფილ პარტნიორებს საერთოდ ეს ვთქვათ. ბატონ გიორგი თქვენ თქვით რომ ჩვენ ვეხმარებით შემდეგ უკვე კონტაქტი ჩვენ უწევთ კონსულტაციებს რა უნდა გააკეთონ როგორ იმუშაონ როგორ დაგეგმონ თვითონ ნაბიჯი თუ აკვირდებით ხოლმე ვთქვათ კვირიდან კვირამდე თვიდან თვემდე როგორ იზრდებიან ეს ადამიანები საქმიანი კუთხით და საბოლოო ჯამში თუნდაც აი გასული წლის გამარჯვებულები უკვე რამდენ არიან შემდგარი შეიძლება ითქვას უკვე დამწყები ბიზნესმენები რაც შეეხება მათ განვითარებას როგორც ბიზნესმენებად ანუ თავიდანვე ძალიან კარგად ეთყობა ჩვენი ჩარევის შედეგი იმ კუთხით რომ თავიდან არის მხოლოდ იდეა ესე ვთქვათ რომელიც არის არ არის გაწერილი თანხებში არ აქვს განვითარების დინამიკა გეგმა ხარჯების განაწილება საგადასახადო რეგულაციები და ასე შემდეგ ну მას შემდეგ რაც ისინი უკვე გაივლიან გარკვეულ ტრეინინგებს სწავლებს და აქვს მითითებები როგორ უნდა აწარმოონ თავისი ბიზნესი ყოველთვიური ვთქვათ ვიზიტების ადგილზე გასვლის შემდეგ შეიძლება წავაწყოთ ისეთ რაღაცებს რომლებიც მეტ შრომას მოითხოვს და ნაკლებ შედეგს ღებულობენ ამ შემთხვევაში ჩვენ ასე ვთქვათ უფრო მოკლედ და მარტივ გზას გავაცნობ რომელთაც შეიძლება უკეთესი შედეგის მიღება გარდა ამისა ჩვენი რესურსი რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი თანამშრომლების განათლება კვალიფიკაცია რომელთაც შეიძლება ხელი შეუწყოთ და უფრო მეტად წავიდნენ იქ გამომდინარე იქიდან რომ თუნდაც ერთი წლის მაგალითად რო ავიღოთ სტარტაპს ანუ დასაწყის ბიზნესს დღევანდელ ბიზნესს რომელიც უკვე ვითარდება და ეს ვთქვათ ფართოვდება საკმაოდ დიდი განსხვავებაა და ისინი ასე ვთქვათ ყალიბდებიან გარკვეულწილად უკვე ჩამოყალიბებულ ბიზნესმენებად დიახ, ძალიან საინტერესოა და მე მინდა წარმატება უსურვოთ თუ ადამიანს და მნიშვნელოვანი არის თუ არა თვითონ რა თანხის უნდა იყოს პროექტი და თუ არის ვთქვათ გაწერილი აი აქედან აქამდე უნდა ჩაეტიოს აუცილებლად და საინტერესოა დედაქალაქიდან რა ინტერესები იყო კონკრეტულ შემთხვევაში ბიზნეს იდეა უნდა ყოფილიყო 500-დან 600,000 ლარამდე მხოლოდ მის ფარგლებში შეიძლება დაფინანსებული იყო ჩვენი მხრიდან ამ შემთხვევაში 4 იყო თბილისში, დანარჩენი 12 იყო რეგიონში. და საინტერესო თუ აქტიურობდნენ ქალბატონები. თუ ცირკაპოენს მომწესებია. 16-დან 4 არის ქალბატონი. დიახ. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გისურვოთ წარმატება, ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ თქვენს ცენტრთან და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ხშირად გვესტუმრებით და ინტერესო ადამიანს გაგვაცნობთ. ბატონ დავით გომიდა, პირადად გისურვოთ დიდი წარმატებები და უკვე შევხვდებით ალბათ ფესტივალებზე და მონაცემებით. გესწრებით, გისურვებით ჩვენ კი ვაგრძელებთ შუა დღეს. ცოტა ხანში ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ქალბატონი ნინო შემოგვიერთდება ძალიან საინტერესო თემით, ასე რომ დაგვალოდეთ.